Awarded to Andrei Pochobut from Belarus and Mzia Amlagobeli from Georgia. Ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადაეცა. წელს მზია ამაღლობელთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს ჟურნალისტ ანდრეი პოჩობუტისაც. სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს სტრასბურგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა. So both are journalists currently in prison on Trump. ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ, ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას. დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისი თქმით, დიდი გამარჯვებაა სახაროვის პრემიის გადაცემა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის, მზია ამაღლობელისა და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტის ანდრეი პოჩობუტისთვის. სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტში ქმართან ერთად სერგეი ტიხანოვსკისთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსში რეჟიმის 5 წლიანი პატიმრობისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. 2020 წელს ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სწორედ ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა, მათ შორის იყო სერგეი ტიხანოვსკიც. Andrei and fearless Mzia Amaglobeli from Georgia sends a strong message to all political prisoners that სახაროვის პრემიის ანჯეისა და უშიშარი მზია ამაღლობელისთვის მინიჭება ყველა პოლიტპატიმარს მტკიცე გზავნილს უგზავნით, რომ არ ხართ მარტო და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. როგორც გერმანელმა პარლამენტარმა მანუელა როტმანმა ერთხელ თქვა, დღეს გმირები ფილმებში არ არიან, გმირები ციხეებში არიან. ანჯეი და მზია კი მათ შორის არიან, ასე რომ გილოცავთ, ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა. 2025 წლის სახაროვის პრემიის გადაცემას ანდრეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის მიესალმა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ, როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდრეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა უგჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს, დაწერა კოსმა სოციალურ ქსელში. რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოც. სირცხვილი ქართულ ოცნებას, რომელიც ცდილობს საქართველოს ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რეპრესიები უნდა დასრულდეს. წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში. ანდრეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის პრემიის გადაცემას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორიც. დაპატიმრებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ახლახან დასახელდა ანდრეი პოჩობუტთან ერთად 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად. ევროპარლამენტის მხრიდან ეს სოლიდარობის ძლიერი სიგნალია საქართველოს პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართ. ძალიან მინდა, რომ მან თავად მიიღოს ეს პრემია სტრასბურგში შემდეგ დეკემბერს. სახაროვის პრემიის მიღებას მზია ამაღლობელს ულოცავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილის შეფასებით ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული რეგულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. სახაროვის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ნელსონ მანდელას, აპარტეიდთან ბრძოლის ლიდერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს, მალალა უსუბზაის, პაკისტანელ ადამიანის უფლებათა აქტივისტს, ალექსეი ნავალნის, რუს ოპოზიციონერს, უკრაინის ხალხს, ჯინა მაჰსა ამინის 22 წლის ირანელ ქალს, რომელიც ირანის ნეობის პოლიციის დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. 2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. ლაურეატებისათვის დაწესებული ჯილდო 50,000 ევროს შეადგენს. 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი 38 დღე შემშილობდა.